ფიქრობთ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე? ჩემი აზრი აქციებთან დაკავშირებით ის არის, რომ აქციებზე ეგეთი გამოხატულების ფორმა არანაირად არ არის მიზანსიწონილი, იმიტომ რომ არსებობს რაღაცების ჩარჩო, რაც ქვეყანაში მაცხოვრებელმა კანონის შესაბამისად უნდა დაიცვას და აქციების დღევანდელი მსვლელობა და მიმდინარეობა არ ექვემდებარება არანაირ კანონიერ ქმედებას, იმიტომ რომ ჯერ ნორმალური ადამიანი ეგრე არ უნდა იქცეოდეს და აქციის ფორმა ცივილიზებულ ქვეყანაში ამ ფორმით არ უნდა ხდებოდეს. ჩემი აზრით მიუღებელია და არ მოწონს. პირველ რიგში კიდევ დავიწყებ, რომ ეს არის პირდაპირ ქვეყნის დაზიანება, რასაც ესენი აკეთებენ. არ შეიძლება ეს ამდენი ხანი. გასაგებია რაღაცა შეიძლება რომ გააპროტესტო, მაგრამ იმას უნდა კონდეს რაღაცის საფუძველი. ეს არის ყველაფერი უსაფუძვლოდ გაკეთებული. დაორგანიზებული ვიღაცების მიერ, რომლებიც ყოველთვის შეეცდებიან, რომ ამ ქვეყანაში რაღაცა დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და ჩემი აზრით ეგ არის ყველაფერი. რაც უფრო და უფრო დასწრებს ქვეყანას უკან. არაფერს სასიკეთოს ესეთი აქციები არ მოუწევს ჩვენს ქვეყანას. დღეს ხალხი არ ვიცი ამას კიდევ როგორ ითმეს ამ აქციებს. გარდა იმისა, რომ დაუდგეს ხალხი მთავრობას გვერდზე და შემჩვიდე იყოს, წესრიგი შეინარჩუნონ. როგორ შეიძლება ამას აყვეს ხალხი საერთოდ? მე მაგალითად ჯანსაღი ადამიანი ყველა მიმაჩნია, რომ დაუდგეს მთავრობას გვერდზე, სიმშვიდე შეინარჩუნოს, რომ საქართველო აღდგეს ისე როგორც დაიბრუნოს თავის ტერიტორიები და თავის მეგობრები, როგორც ოსი, ისე აფხაზი ხალხი. მე მაგალითად მაგაზზე ვარ. საპროტესტო აქციები მოდის ევროპიდან, ფინანსდება ევროპიდან და საქართველოში დესტაბილიზაციის გამოკეთება ეს ყველაფერი. ევროპა არის ჩართული როგორც ფინანსურად, უჭერს მხარს საქართველოში დესტაბილიზაციას, ისევე მოდის სხვადასხვა ევროპის დელეგაციები და საქართველოში პროპაგანდას უწევენ საქართველოში დესტაბილიზაციას. რა თქმა უნდა არ მოგწონს ეს აქციები, რაც ტარდება და არის რუსთაველზე, არც ვიზიარებ მე როგორც მოქალაქე ამ ქვეყნის და არც ვეთანხმები მაგათ პროტესტს, რადიკალების პროტესტს და ზოგადად არ მსიამოვნებს ესეთი არეულობა ჩვენს ქვეყანაში. აი თუ მოგწონთ ეს სიტუაცია, რომ დღევანდელ დღეს რუსთაველზე გავლა გინდა და გადაადგილება გინდა და ვერ გადიხარ ელემენტარული ბავშვი ყავს სიტყვაზე მისაყვანი სადმე, კიდე გამოფენაზე ყავს მისაყვანი, კიდე გალერეაში გინდა, აი ქუჩაზე გასვლა გინდა და ვერ გადიხარ. ნორმალურია თქვენი აზრით? დგანან ყოველდღიურად საღამოთი ჩაკეტილი აქვს მოძრაობა და ფიზიკურად გადაადგილებას ვერ ხვედავ იქ. თუ რამე სიტყვი და უეჭველი ხარ, იქით ამხნის მომხრე, ანა იტყვი რამეს და აქეთ ამომხრე ხარ. ვერ გაიგებ ის სიტუაციაში, ყოველთვის უნდა თუ გამოიყვანო თავის მართლად და ცდილობენ იმას, რომ შენ დაქტოვონ უკან. ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, ხო? ფიქრობ იმას, რომ უნდა იყოს ისეთი ზომები მიღებული, რომ მე რო სიტყვაზე ბავშვი მყავს ცუდად და მისაყვანი მყავს ექიმს რო გამოიძახებ, ექიმი ვერ მოდის შენთან, იმიტომ ვერ მოდის, რომ გადაკეტილია გზა, ვეთ სასწრაფო მოდის და ვერაფერი. აი პროსტა აი შეუძლებელია ესეთ მდგომარეობაში